მოძრაობა დავითიანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ახალ პროექტს იწყებს. უახლოეს პერიოდში ფრენბურთის ტურნირები გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. ამჯერად შეჯიბრი ვაჟთა შორის გაიმართება. ღონისძიება პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობა დავითიანის პარტნიორი სკოლები. დავითიანი მხარს უჭერს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც გამოიხატება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაგეგმვითა და განხორციელებით. ეს პრაქტიკა ჩვენთვის ახალი არ არის. დავითიანი წარსულშიც წინა წლების განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, როგორიც არის მაგალითად მკლავჭიდი, როგორიც არის ფეხბურთი, ფრენბურთიც და ბოლო შემთხვევა იყო სწორედ შარშან განხორციელდა და ჩატარდა ფრენბურთის ჩემპიონატი თბილისის ჩვენს პარტნიორ სკოლებში, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ აქტივობას ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა თვითონ სკოლების მხრიდანაც, გადავწყვიტეთ წელსაც ჩავატაროთ ფრენბურთის ჩემპიონატი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საორგანიზაციო საქმიანობები. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის ფარგლებში დავითიანი თანამშრომლობს ფრენბურთის ფედერაციასთან, რომელიც პარტნიორობას გვიწევს ამ ღონისძიების ამ სპორტული აქტივობის ფარგლებში და მათი დახმარებით და ჩართულობით განხორციელდება კონკრეტულად ეს პროექტი. ფრენბურთში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში სკოლებს ენიჭებათ კონკრეტული ქულა, რაც სკოლებს ეხმარება პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში, საბოლოო გამარჯვების მოპოვებაში და საბოლოო პრიზის მიღებაში, მთავარი პრიზის, ასე ვთქვათ, რაც არის მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში. სკოლების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდი არის ამ აქტივობის მიმართ. ჩემპიონატი ხელს უწყობს სკოლებს შორის ურთიერთობების და მეგობრობის გაღრმავებას და ასევე ლიდერთა კლუბებს ეხმარება იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებაში, რასაც ისინი იღებენ დავითიანში ჩვენთან ტრენინგების საშუალებით არაფორმალური განათლების გზით. შეგახსენებთ, რომ პროექტი წიგნიერი ლიდერი 2009 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი თბილისის 30 სკოლასთან თანამშრომლობს.